გამარჯობა დილა მშვიდობისა. კიდევ ერთხელ შაბათი დღეა, მე და ჩემი ბაღი და ჩემი თანამშრომლები მზად ვართ რომ გიმასპინძლოთ და მომდევნო 2 საათი ერთად გავატაროთ. თან თბილისობის დღეა. დღევანდელ დღეს ჩვენ ტრადიციულად ქუჩაში ვართ, დიდ სტენდს ვაკეთებთ ორბელიანის მოედანზე, გაგვიხარდება თუ იქაც შემოგვივლით. ფიქრობ რომ სასიამოვნო დასანახი იქნება იქაურობა თქვენთვის. მოვეფერებით, მიულოცავთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ქალაქის სტუმრებს. დღესაც შევეცდებით რომ აქედან გამოვხატოთ თქვენდამი პატივისცემა და სიყვარული. ბევრი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ რაც შეგვიძლია მთელი გულით თქვენთან ერთად დავართ. გამიხარდება თუ მომდევნო 2 საათს ჩვენთან გაატარებთ. ნინო მელოდება, როგორც ვიცი, დღეს არაჩვეულებრივად გემრიელ აჯაფსანდალს აკეთებს. არც გამოვა სხვანაირად ნახე როგორი თაიგულით მივდივარ ნინოსთან. მე მგონი ქინძის თაიგული მისთვის არავის არ ექნება ჯერ მინართმევი. ეხლა არის ქინძი ყველაზე უფრო კარგი სანახავით და სურნელოვანით სასწაულ სურნელებას აფრქვევს ირგვლივ და ბაღში დგას საოცარი არომატი, იმიტომ რომ ქინძი ახლა არის აკატრებული. ნაწილი დათესლებულია და ნაწილი დაწიწვებულია, როგორც ახლა გლეხები იტყვიან და სასწაული სურნელი აქვს. აბა ვნახოთ ნინოს ერთი რა მოუმზადებია ჩვენთვის. ნეტა შემეძლოს იმ სურნელების გადმოცემა, რაც ახლა ამას აზდის. ნინო, გამარჯობა. მოგესალმები. ვინმე ქინძის თაიგული შენთვის მოურთმევია? თქვენ. მხოლოდ თქვენ. ნახე როგორი მოგიტანე. მოყვარა. მოყვა. ეს არის დათესილი ივნისის ბოლოს. აჰა. 3 კვირაში, 2 კვირაში, 3 კვირაში ერთხელ თესავთ რომ სულ გქონდეს ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ახლა რომ სურნელი აქვს, რას გიხსნი შენ ხო იცი ეს ჩემზე კარგად. ეხლა რომ დაითესოს მოუსწრებს სამს. ახლა რომ დაითესოს იქნება დეკემბრის დასაწყისში, ნოემბრის ბოლოს ყინვების დაწყებამდე. შეცებული ქინძი. და მე გაიპარტყება ასე, გაფრთხილდება რომ იცის გაწითლება. სიცივის რო ეშინია. ნინო რა ლამაზი და ბდღვიალა ხარ დღეს? დღეს ხო გახსოვს, დღეს სასწავლე და სადღესასწავლო ვარდით და გასაგებია. თბილისობა. რა მოგიმზადებია, რასაკეთებ? მოდი რა სანამ მამაზე ვილაპარაკებ, უნდა გითხრა რომ დღეს თბილისობა ხოა? კი. და ერთი ამბავიც უნდა გავახმაურო. გავახმაუროთ. ამბობენ და ამას დაადასტურებს არსებობს ადამიანები, ვინაც იტყვის რომ ალეგრობა იყო დღესასწაული გურიაში, რომელიც გახდა თბილისობის ინსპირაცია. ალეგრობა გურიაში იმართებოდა მამია გურიელმა, გურის უკანასკნელმა მთავარმა შემოიღო. ნინო, თუ ვილაპარაკე და საქმე არ ვქენი, დავჭერა ჯაფსანდალს. ამისთვის ამას გავაკეთებთ, არ არის პრობლემა. ამისთვის იტალიელი მისიონერებიც კი მოიწვია და ალეგრობა დაარქვა. მამია გურიელმა. მამია გურიელმა და ეს დღესასწაული გურიაში იმართებოდა 1941 წლამდე. უი რა და ეხლა ბოლო რამდენი წელია ისევ აღადგინეს გურიაში ეს დღესასწაული. ალეგრობა? ალეგრობა, დიახ. ჩემ ბაბუა მოყვებოდა მაგ ალეგრობაზე და რას იტყოდა, იცი? პარასკევობით ნაგომარში ბაზრობა იმართებოდაო. დიახ. და ჩემი ნენა გოდრით წეიღებდა გასაყიდსო. ესე იგი ასკანიდან ნაგომარში 20 კილომეტრი მაინცაა, გოდრით. ფეხში შველი. და ბაღნებს ბუხანკა პურებს მოგვიტანდაო. ნაგომრიდან, მაშინ ხო ჭადის ამბავი იყო გურიაში, არ იყო პური. და იმ გაჭირებულ წლებში იმ გასაყიდ ბალს ან რამეს ხილს რომ წაიღებდა ნაგომარში ბაზრობაზე, პარასკევობაზე გასაყიდად, იქიდან ბუხანკა პურებით მოვიდოდა და გაგვახარებდა. ნამცხვარივით მოქონდა პური. და ეს დღესასწაული ნამდვილად არსებობდა? არა, ალეგრობა რომ არსებობდა, ეგ მეც ვიცი. კი ბატონო და ხო და ამბობენ რომ ეს ედვარდმა გააკეთა. ედვარდმა გააკეთა ამ ალეგრობის ინსპირაციით იყო როგორც საერთო სახალხო ზეიმი მთელი დედაქალაქის. მთელი დედაქალაქის არა, ეს ქვეყნის როგორც ამბობენ, ქვეყნის ზეიმი იყო, იმიტომ რომ ჩართული იყო მაშინ მთელი რეგიონები. კი ბატონო, 78 თუ 79 წელში დაიწყო ეს თბილისობა ქალაქში. ზურიკო, მოდი. ჩემ ხელა ყოფილა თბილისობა, 79-ში ვარ მე დაბადებული. უი, რას ამბობ? თბილისოლის თუ განსაკუთრებულად გილოცო. მადლობელი ვარ. გულწრფელად რომ გითხრა არ მიყვარს. რატო? ბევრი შრომა მიწევს ამ დღეს, ყოველთვის სულ ქუჩაში ვარ. ედვარდიდან დაწყებული, სულ მეძახიან და ფურჩხნივ შრომობ, წინაღამის გათენება მიწევს. ხო, უხარიათ, ხო დახულობენ სულამაზეს. ხო, იცი რა, ცოტა არის ჩემთვის თავის მოწონების დღეა.
თავს ვიწონებ მაგ დღეს თუ რამე მაგ ყველაფერს გამოვფურჩქნი და გამოვფენ. ახლა აჯაფსანდალზე გითხარი ორი სიტყვა. ზურიკო, რა შეიძლება და ახლა გაგოკეთებია ჩვენ თბილისობაზე განსაკუთრებული. ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვეტეთ გავაკეთოთ როგორც არ უნდა გაგიკვირდეს შენ და ჩვენს მაყურებელს აჯაფსანდალი. იმიტომ რომ აჯაფსანდალი თბილისობა რა შუაში? აჯაფსანდალი ყოფილა ნამდვილად თბილისური კერძი. აი, თბილისის ქვაბში მოთუხტუხებული. და რატომ? როგორც გასტრონომიის მკვლევარები ამბობენ, ვინა გასტრონომიის მკვლევარი? ქალბატონი დალილად ცატავა, იმის ამბობენ. ქალბატონი დალილას დაეჯერება ვერაფერს. დიახ, როგორც მან გვითხრა, რატატუის და სოტეს გავს რაღაცით აჯაფსანდალი ფრანგულ იტალიურ კერძებს, მაგრამ არ იმეორებს. ეს არის გამორჩეული და განსაკუთრებული კერძი და რა კიდე. ჩემთვისაც გამორჩეულია, გიждები მეორე დღეს ცივზე. კი ბატონო, არ ვარ მე თბილისელი, მე გურული ვარ, ჩემს სახში არ კეთდებოდა. რა სამბო? ხო, ჩვენთან არ იყო ბებია ჩემი ბადრიჯანს არ აღიარებდა. იმას ეძახთა გძელი პატრიჟანი, ამას. გძელი პატრიჟანი და თვითონ მქონდა ბოზბანდარა ბადრიჯანი, გვალი წითელი. ბოზბანდარა? ასე ეძახთა, ბოზბანდარა ბადრიჯანი. კარალიოკებს გავდა. კი, იცის გურულებმა არ გამკიცხავენ. ასე წითელი კარალიოკი ცოტა მოფრტყელო. დიახ. ხინკლის ფორმა ქონდა ცოტა და ერქვა ბოზბანდარა ბადრიჯანი. აჰა, გამდვილად ასე იყო, აღიარებული სახელია, ჩემი მოგონილი კი არა. და იმას ხმარობდა, იმას ჩათუშავდა და იმას ხმარობდა. ხო, მე არ ვიცი, ჩემთვის ეგ პირველი ახალი ამბავია. აკეთებდა აჯაფსანდალს? კი, როგორ არა, ვაკეთებდა. ჩემი გაკეთებდა, ოღონდ როგორ იცი? ცალ-ცალკე თუშავდა ყველაფერს. აჰა, კი, აჯაფსანდალი ესე კეთდება. ნახე, ხო მაგაზე რუსულ სიტყვას ვიხმარ, პადლივკას უკეთებდა პამიდურს. მოასხამდა მე პადლივკას. ბადრიჯანი ყოფილა ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე თავისუფალი კერძი და რატო? რატომ? თურქებს უყვარს. ნებისმიერი ბოსნეული შეგიძლია გამოიყენო ამაში. ზოგს უყვარს ტაფილოთი, ზოგს ლობიოთი, ზოგს ხორცით, რა ვიცი, ზოგი მხოლოდ ბულგარულს და ბადრიჯანს აკეთებს. ხორცი უხდება ისე ბადრიჯანს, ძალიან უხდება, თურქები აკეთებენ. კი, ხორციანი აჯაფსანდალიც არსებობს, მაგრამ მთავარი ინგრედიენტი აჯაფსანდალში არის ბადრიჯანი და რეჰანი. ხო, რეჰანი. ადამიანს რო ეტყვიან თურმე, ფუ რა ურეჰანო აჯაფსანდალებით ახარო, ესე იგი უგემური. ახლა რა კაი, როგორი მოვიტანე ნახე. ნინო ახლა იწყებს ყვავილობას და სასწაულის სურნელი აქვს. ეს სიგრილეები, აი ძალიან უხდება. და კიდე რო იტყვიან არეულ ოჯახზე, უი რა აჯაფსანდალი ოჯახია, არეულის, ანუ სინონიმად იქცა აჯაფსანდალი. შენ ლობიოს უშვები აჯაფსანდალში? მე უშვები. კი ბატონო, მწვანე ლობიოს უმატებ. და იცი რა, თავისუფალი კერძია კიდე რითი? ნებისმიერ ჭურჭელში შეგიძლია მოამზადო. ქვაბში, ტაფაში, ქოთანში, შეგიძლია ცალ-ცალკე ულუფებად გაამზადო. ამას ნახე რაფერი ბეწვი აქვს. აჰა. ეს ის დაბალი ლობიო არაა ნინო. აჰა. იმას არა აქვს. ცოტა უნდა ლობიო, ბევრი არა და ნახე ზურა, ბადრიჯანი უნდა იყოს აუცილებლად გათლილი, იმიტომ რომ ეს აუხეშებს კერძს. კი. ზოგი ახლა იტყვის, იცი რა, მე კანიანი მიყვარს. გასაგები, ამიტომაც არის აჯაფსანდალი თავისუფალი კერძი, ვისაც როგორ უნდა, ისე გააკეთებს. მთავარია იყოს ხახვი, პამიდორი და ბადრიჯანი. ნინო, ისეთი პროდუქტი გაქვს. ყველას ამის არც ხელი მიუწვდება ამ ყველაფერზე. როგორი კინძი მოგიტანე ნახე, სურნელი დადგა უცებ, აი ღრუბელი დადგა სურნელის. კი ბატონო. ეს ისფერი ნიორი, ქართული ნიორი გაქრობის პირასა, აღარ არის. აღარ თესავენ, იმიტომ რომ ნაკლებად მოსავლიანია. ყველაზე საუკეთესო ნიორია, რაც კი ნიორებს შორის არსებობს. ინდოეთშიც კი სასწაული, აი ეს ისფერი. აგერ ნახე მეორე, ეს ირანული გახლავს ბატონო, შეადარებ სიმსუბუქითაც კი სხვადასხვა. ამას სხვა წონა აქვს, ამას სხვა სინოყივრე, სხვა მაწევრობა აქვს, ამას საოცარი არომატი აქვს. და საერთოდ მე თუ მკითხავ, მე არ მაქვს მზარეულობაზე დიდი პრეტენზიები, შენ იცი. ნიორის და კინძის კომბინაცია ეს არის ყველაზე თუ კი რამე ქართულში მოგონილა. ამაზე უკეთესი არაფერი შეხამება არ არსებობს უკეთესი. ნიორი და კინძი, მით უმეტეს აკატრებული კინძი. ხახვი ქართლიდან, ნამდვილი ქართლის წითელი ხახვი, ცოტა სქელფურცლიანია, მაგრამ ძალიან არომატული. კარტოფილი ხულოდან, ჯემალის კარტოფილია. ამ ბადრიჯანს, ამ ბულგარულ წიწაკას არც ერთი ჯიში არ ჯობია, იმიტომ რომ არის ნამდვილად, აი, შეგიძლია გატეხო და მიირთვა, ისეთი ხრაშუნა და კაი. კი ბატონო. მოტკბო და საყვარელი. სასწაულია. პამიდორზე ცალკე ვილაპარაკოთ. რეჰანი სასწაული გაქვს, ლობიო სასწაული გაქვს. ბადრიჯანი კი ხედავ, არ ამის სილამაზეები და რა კარგები. კი ბატონო. ასეთი ამბებია ჩემო ბატონო. ზურა, ჩვენ ახლა იმაშვებით ვასუფთავეთ ბოსნიელს, რომ მე ყველაფერი ერთდროულად
დავიწყოთ მომზადება. მაგრამ ნახე ალეგრობის ამბავი ძალიან გამაკვირვე. მართლა? და თბილისობა თუ ედვარდ შევარდნაძის დაწესებული იყო, სულ არ ვიცოდი. რას ამბობ? ედვარდ შევარდნაძის დაწესებულია ნამდვილად. მაგაზე არავინ არ დაობს, მაგრამ აი ალეგრობაზე შეიძლება გამოჩნდეს ახლა შემოედავებლები, მაგრამ ამისი წყაროებიც არსებობს ოზურგეთის მუზეუმში. ქალბატონი მანანა ლომაძე ეკა, რომელიც ამას დაადასტურა. ქალბატონ მანანაზე გიჟდები. ერთ-ერთი ნაშრომია, როგორი წიგნები აქვს, გულმხედრები აქვს, ისეთი ისტორიები, რომ აი ვერ გადარჩები, რომ კითხულობ გულს იამება. ზურა, ეხლა ნახე რა მინდა გითხრა. ძალიან ისეთი დიასახლისები რომელიც არიან ახალბედები ამას უფრო მარტივად გააკეთებენ ყველაფერს ერთად ქვაბში ჩაალაგებენ დაასხამენ მე გეტყვი დაასხამენ პომიდორს და შემოდგამენ ნელცეთზე და გამზადება ბოლოს დაუმატებენ მწვანილეულს მაგრამ ეხლა ჩვენ ვაკეთებთ უფრო მოწესრიგებულად ასე ვთქვათ იმიტომ რომ ცალ-ცალკე მინდა ყველაფერი გავამზადო და მე ავაწყო არის უფრო გებრილი და ერთი წამოდუღება კმარა. ესე იგი დედაჩემი ვით აკეთებ შენც. კი ბატონო. დედაჩემიც ასე აკეთებს. ზურა, ეხლა ბადრიჯანი აუცილებლად უნდა მარილში გავაჩეროთ ერთი 20 წუთი. ნინო, ჩვენ რომ დავტოვოთ, წავიდეთ, ჩვენ საქმეს მივხედოთ და მერე შემოგხედოთ, ხომ არ გეტყვი? კი ბატონო, არ მეწინება. ბევრი ამბავი გვაქვს გარეთ და მაყურებელს დააინტერესებს, შევახედებ ეხა სხვაგან. ზურა, ის ბაღიცაც შედი კინძი რა საყვალად არის და სუნელიც როგორი დგას იქ. ეს რეჰანი ახლა ესეც ივნისში დათესილია 14 ივნისს დავთესე რეჰანი. კარგი, ნინო, ბადრიჯანს ახლა შენ მოკლავ მარილში? დაჭრილს უკვე? კი, აი დაჭრილს უკვე, მჭრი უკვე, რომ მარილს შევაყრი, გავაჩერებ და გავწურავ მე და ის წვენი და ცუდი ის გემო რაც თუ რაიმე აქვს, სიმწარე გაუვა. მაგის აზრს ცოტა ვერ ხვდები, რატომ წურავენ ბადრიჯანს? რატო წურავენ? იმიტომ რომ ის გამოუვიდეს ის ცუდი ის გემო თუ კი რაიმე. ფათაშორის ჩემ გერმანელებს უყვარს გერმანიაში როცა ვარ და რა გზა მაქვს უწვავ ხოლმე ბადრიჯანს ნიბზიან ბადრიჯანს და გიჟდებიან. არ ვიცი სტუმარი ჩვენი ქვეყნის სტუმარი რომელიც არ გიჟდება ნიბზიან ბადრიჯანს. ერთხელ გავაკეთოთ კაი ნამდვილი. კი ბატონო. ხო და მაგაც იცი რა საინტერესო ამბები ხდება. ბადრიჯანზე მთელი ამბებია. და საერთოდ ბადრიჯანი მგონია რომ თურქული ამბავია. 40-ნაირი რეცეპტი აქვს ნინო. ბადრიჯანის. თურქი მზარეული არ ითვლება მზარეულად თუ არა მინიმუმ 40 ბადრიჯნის კერძი არ იცის. და ბადრიჯანს რას დავკვირვები ვარ მე გერმანიაში. დიახ. თუ მარილითაა გაწურული, მარილშია გამოყვანილი და მერე გაწურული, ზეთი არ ჭირდება ბევრი. რა თქმა უნდა. შეწვის დროს. კი ბატონო. და ნახე ჩვენ წინაზე რომ ამბობდით რომ ზეთი ის იქნება როგორმე შეველიოთ და ნაკლები ყვა. ეს ის კერძია რომელიც მხოლოდ ზეთში კეთდება. ხო, არ გამოვა სხვანაირად. ამიტომ ჩემ სახლში არ იყო ზეთი. ისე გავიზარდე არ იყო ზეთი. ხარისხიანი ზეთი. გვაქვს ჩვენ ეს მოტანილი ამისთვის ძალიან კარგი, რაც ფათაშორის ვიღაცამ გამომიგზავნა დიდი იმით, რა ქვია, ლითონის კოლოფით ასე, დიდი ზეითუნის ზეთი გადასწარები და იმას ეს ბოლო დღეები იმას ხმარო. ძალიან კარგი, ჩვენაც მაგი გამოვიყენოთ. და პამიდურის წვენს გააკეთებ და იმას მოასხამ? კი, ტანს გავაცქვნი ახლა, პამიდორს გავხსნი და დავჭრი წვრილად. კარტოფილები მომწონს მეორე დღეს დედაჩემი ჩააწყობდა, ეხა ვიხსენებ. ემალის ასე თეთრი კოლოფი ქონდა ოთხკუთხედი, მაღალი. და იმაში გადაიტანდა ბადრიჯანს და მე ორი დღე ვჭამდით მერე. დეიდა მყავს მელიქიშვილზე ყავდა სადღა მყავს ნაზი დეიდა და იმანიცოდა უგემრიელესი ბადრიჯნები ის იყო სხვათაშორის სხვანაირი გემოების მოყვარული და ამ ცივ ბადრიჯანს მე ორი დღე ვჭამდით მაცივარში უკეთესია ვიდრე პირველ დღეს. აი ბადრიჯის თავისუფლებაზე რომ ვლაპარაკობდით, ეგეც არის ბადრიჯანი შეგიძლია წამოც ხელი, შეგიძლია წამოც ვერ მოუძებნი ერთ რაიმე წეს ბადრიჯანს, რომელსაც იტყვი. უი, ახ ნამდვილად ასე უნდა ეფეს. კიდე რაღაცას აკეთებდა ის ჩემი ნაზიდეი და პურზე წასასო ბადრიჯანს. ბადრიჯნის იკრას ეძახთ. ასე ქვია? კი ბატონო. და ზამთრისთვისაც ინახავთ. და იყო გადასარე სტუდენტი რო ვიყავ მოვიდოდი და უცებ და პურზე წავუსვედი. პაშტეტივით გადასარე. კი ბატონო. გავაკეთოთ რა ერთხელ. კი ბატონო. სანამ არის კაი ბადრიჯნები გავაკეთე. კი ბატონო. წავალ ახლა მე შეგელები რა მირჩევნია თქვენთან ყოფნას, მაგრამ წავალ ქვეყნის ამბავი მაქვს გარეთ. გელოდები. დროებით ნინო, აბა შენ იცი. დროებით.